რუსეთის ხელისუფლებამ 3 აგვისტოს განაცხადა, რომ შავი ზღვის საკურორტო ქალაქ სოჭის მახლობლად ნავთობის საცავზე უკრაინელების მიერ დრონებით მიტანილი იერიში შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, თუმცა მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტელეგრამზე გავრცელებულ ვიდეო კადრებში ნავთობის საცავის თავზე კვამლის უზარმაზარი სვეტები ჩანს. მოგვიანებით სოჭის მერმა განაცხადა, რომ მეხანძრებმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა. ეს თავდასხმა უკრაინის მასშტაბური საპასუხო ოპერაციის ნაწილი იყო. რუსეთი კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ ღამის განმავლობაში 100 უკრაინული დრონი ჩამოაგდო. უკრაინის ხელისუფლების თქმით, უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების საპასუხოდ მათ რუსეთის ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორების მნიშვნელოვანი ობიექტები დაბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთმა კვირას ღამით უკრაინის მიმართულებით 76 დრონი და 7 რაკეტა გაუშვა. მათ 60 დრონი და 1 რაკეტა გაანეიტრალეს, თუმცა 16 დრონმა და 6 რაკეტამ 8 სხვადასხვა სამიზნემდე მაინც მიაღწია. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, მიკოლაივში სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა, ვორონეჟის რეგიონში კი 4.